დღეს ჩემთან და ჯეინთან ერთად აღმოაჩენთ საქართველოს პორტოში. ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და მაინტერესებს თუ ელოდით ასეთ ქართულ გარემოს. მოკლედ ახლა მივდივარ ქართულ რესტორანში ჩემს მეგობარ ჯეინთან ერთად. ჯეინი არის სამხრეთ აფრიკიდან და ძალიან აინტერესებდა ქართული რესტორანი ბლოგერია. და დიდი ხანია დავგეგმოთ, რომ წავსულიყავით. და ნახოთ თუ მოეწონება. დარწმუნებულია რომ მოეწონება. ოღონდ მაგ რესტორანზე ვერ გავიგე წესიერ ქართველების არის თუ რუსების. ერთხელ მიტოს გითხრა რომ მეთქი მფლობელი ქართველი არის თუ რუსი თქო და ქართველი არისო ვიღაც მაიაო. მე სხვაობა მითხეს რომ ქართველის არ არის რუსის არისო და არ ვიცი, ერთხელ მეპატიება თუ რუსების ბიზნესი წავახალისე. ჩემ დაუნებურად, მაგრამ მე როგორც ვიცი ქართველის არის. მოკლედ ნახოთ. გარემო არის ძალიან ლამაზი, ძალიან ქართული გარემო არის. ეხლა ვიცი რომ ახალი რესტორანი გაიხსნა, ეგ ზუსტად ვიცი რომ ქართველების არის. მანჯერ არ ყოფილვარ. კიდევ ერთი რესტორანი არის, ეგ ვიცი რომ სომხების არის. ეს საათი მგონი არ უხდება ჩაცმულობას და ეხლა მოვიხსნი. ესა ჩვენი რესტორანი ეზო. არ გეგონოთ რომ სიმღერა მე დავადე ვიდეოს, თვითონ რესტორანში იყო ჩართული ეს სიმღერა. მოკლედ ჩემი მეგობარი ჯეინიც მოვიდა და ეხლა მოიტანეს ბორჯომის ლიმონათი. მე პირადად არ მინახავს, მაგრამ იმტანმა მითხრა რომ 20-25 გამოუშვესო და მე პირველად ხედავ ბორჯომს ლიმნით. ახალია ხო აშკარად? რა ვიცი, ამდენი ხანია საქართველოში არა? Jane, can you please pronounce papaki? Papaki? Jane ძალიან უხდება. მე რაღაცა ალა პუგაჩოვას ვქავ. No, more natural than you. Try borjomi for the first time. It's very strong. Yeah, it's strong. Jane's ვიდეოებისთვის მთელი აღჭურვილობა აქვს აგერ. ჩანთა, მიკროფონი, ცალკე ვიდეო კამერა, ყველაფერი. Hey Anna, tell me something about this place. So, this is a Georgian restaurant and here the atmosphere is very Georgian. Okay, you can feel Georgian culture here and you can see the history of Georgia. And if you love discovering new culture, I think this is the best place to come and enjoy. And I hope you will like it. ახლა ჯეინის ჯერი იყო და ჯეინმა დაიწყო ვიდეოს გადაღება თავისი ბლოგისთვის. მოკლედ, ეხლა მე და ჯეინი გავსინჯოთ პირველად აჭარულ ხაჭაპურს. I hope you will like it. I hope so. It smells amazing. So first you have to do like this. And what's at the bottom? Just cheese? Yeah. Yeah.
inside. It has this savory taste, which I like. Yeah. Because I prefer savory than sweet. But this type of dish, do you have like at home? Any what type? Like an Indian or? So for this to be It's also a very big portion. მე არ ვიცი თქვენ როგორ ჭამთ აჭარულს ხელით თუ დანაჩანგლით, მაგრამ მე ყოველთვის ხელით ვიწყო და მე დანაჩანგლით ვჭამ შუა ნაწილს. ამიტომ ხა თუ ვინმე ნახავთ არ გამგეცხოთ ხელით ჭამზე ან დანაჩანგლით ჭამაზე. იმიტომ რომ აი ესეთი წესი რომ მაგალითად ხინკალი ხელით უნდა ჭამო აჭარულზე ესე არ გამიგია ხელით ჭმევა თუ დანაჩანგლით, ვისაც როგორ მოიხსნება ისე ალბათ. ნახეთ ხახნა მაღლა არის ქვევრები. აი საოცარი გარემოა მართლა. Jane, do you like here? Oh, I love it. It's really stunning. Anna, so tell me about what you see on the screen. What is that about? Is this in Georgia? So here is some videos from the streets of Tbilisi. This is from, for example, Tbilisi. And the music is also Georgian. So here everything is very Georgian. We don't have such cars anymore, of course. We have better. Oh, Pot, it says quarry. The traditional pot, yeah, we are making the Georgian wine. Yeah, it's like a Portuguese Talia. სვანური ქუდებით მოვიდგეთ მე და ჯეიმა. ახლა ვაჟობშაველა სურათსაც კი ნახავთ აი აქ. ძალიან მიხარია რომ ჯეინს ძალიან მოსწონს. ახლა რესტორანში ნახე ქართველი მიმტანი. გამარჯობა. ყველას გამარჯობა, ჩემი სახელია გიორგი. რამდენი ხანი? ყოფებით რესტორან ეზოში, შეგიძლიათ მოვბრძანდეთ, მივიცოთ ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო და ისე ამბობთ, რა თქმა უნდა, მოვბრძანდეთ გელოდებით. და ყველაზე ქართული გარემო არის მგონი, სადაც კი ყოფილო რაქაო რესტორნებში. ყველაზე ქართული გარემოა, სადაც შეიძლება. პირველად რომ მოვედი, ტირილია მივარდა მართლა, იმიტომ რომ თავი თბილისში მეგონა. მოვბრძანდეთ, გაიზიარეთ. მაგ ანალოგიური შეგრძნებაში გელოდებით ყველა. და რო შემოვედი, არც მკითხა ქართველი ვიყავი თუ რა ვიყავი, ეგრევე გამარჯობა მითხრა. ანუ საიდან მიხვდი მართლა გეხოცები? შეხედულებით, შეგრძნებებით, არ ვიცი. იმდან ცოტანი ვარ, რომ ქუჩაში ერთმანეთს უზნაობთ და ხვდებით ეს არის. გამოიწერეთ გალბატონი ანეს არხი, ბატონი არა. მოვბრძანდით ჩვენთანაც და არ დავიკარგოთ, ვიყოთ შეკრულად. აბა რა. მოკლედ მე და ჯენი მოვრჩით. ჯენს ძალიან მოეწონა, აღფრთოვანებული იყო და ძალიან მიხარია. ბოლომდე მაინც ვერ გავიგე ეგ რესტორანი ქართველის არის თუ რუსის, მაგრამ ძალიან გამიხარდება ქართულის რომ იყოს. აი, უზომოდ გამიხარდება და რაღაც სინდისის ქენჯნა არ შემაწუხებს. ან რატო უნდა გააკეთონ, ვერ გავიგე ჩვენი თფული ადგრენ და მართლა გახსნან ბურშის რესტორანი და გააკეთონ ოლივიეს სალათი. Why not?